თეატრის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნომერ 22-ის ხდომას ახსნათ ვაცხადებს დღის წესრიგს. თეატრის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის შესახებ თეატრის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 ნოემბრის ნომერ 24 დადგენილებას სრულიად შეტანილი. მეორე თეატრის მუნიციპალიტეტის 2014 წლის სახელმწიფო შესყიდვის გეგმის დამტკიცება. მესამე თეატრის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ CCP თეატრის რიტუალების საფრთხის უსასყიდო უსაფრთხის ფორმით ქონების გადაცემის თაობადი თანხმობის მიცემა. მეოთხე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული და ხელის მოჭრის ნებართვის გაცემა და მეხუთე სხვა. თუ ამის დავამატებთ რამის სხვადასხვა მოვიწვიო, რაკი თანახმარი ხარკა წარმოდგენის სახით დღის წესრიგი დავაკეთოთ, მაშინ ხელის აზრით ამოდასრულოთ. პირველი საკითხი. თუ ბატონს Ricardo, Suleva, Orientas Documentries, Biugetchi, Gamontrelia, Shemosalis, Matebit, Akidan, Orientas Samet, Rodaf, Decembris, Nomer Rosamel, Davieneva, Shevok, Suleva. არის ხალხობრივად 30000 არის სოდენობით ზრდის მიმართულებით და ეს 30000 შემოსულია შემდეგ მიმართულებებიდან. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის 2100 ლარი, 12900 ლარია ჯარიმებიდან და ბანკის პროცენტიდან არის 15000 ლარი. ამ 30000 ლარით იზრდება მიმდინარე წლის ბიუჯეტი და საბოლოო ციფრი მივიღეთ 14,48348 ლარი. ახლა გამგეობა არის შემოსული მოთხოვნით, რომ ეს 30000 ლარი გაიხარჯოს შემდეგი მიმართულებით. ოფისის ხარჯის მიმართულებით 2000 ლარი, კონკრეტულად საახალწლო საჩუქრების პაკეტის შესაძენად. მეორე 10000 ლარი ისევ ოფისის ხარჯის მიმართულებით საახალწლო მოსართავი და სათამაშოების შესაძენად. შემდეგ მესამე არაფინანსური აქტივების ზრდის მიმართულებით იქნება 18000 ლარი დახარჯული. ეს მთლიანად იქნება საახალწლო ცენტრალური ნაძვისხის შესაძენად, რომელიც იქნება მრავალჯერადი. გარდა ამისა ჭირდება კიდე 3000 ლარი ახალი წლის ღონისძიებებისათვის და ეს თანხა გამონახულია მუხში ცვლილებით. ესე იგი მცირდება ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური პროგრამების ხარჯი 3000 ლარით. ეს 3000 ლარი არ არის ის ერთჯერადი დახმარების მუხლიდან, უბრალოდ ამ მუხში არის ერთ-ერთი პუნქტი. ეს 3000 ლარი მიდის საჩუქრების პაკეტების შესაძენად დაემატება იმ წინათ მოხსენებულ 2000 ლარი და სულ 5000 ლარი იხარჯება ამ პაკეტების შეძენაზე. ეს არის სულ თანხით 30000 ლარი მატებიდან და 3000 ლარი შიგამოხლობრივი ცვლილებიდან და სულ 33000 ლარი იხარჯება საახალწლო ღონისძიებებზე. კომისიაზე ვიმსჯერეთ იყო აქ ნაძვისხესთან დაკავშირებით, მაგრამ მერე ბიუროზე განხილვის დროს დავწუნით, რომ ახლა თელ რაიონში ერთი ნაძვისხე მართლა უნდა იყოს ისეთი, რომელიც შეესაბამება თქვა საახალწლო ღონისძიებებს და მით უმეტეს რომ მრავალჯერადია და დადებითად გადაწყვიტეთ განხილვაზე გამოსულიყო საკრებულოს წინაშე. საკრებულო აქ ახარდა ერთობლივად ვიმსჯეროთ და გადავწყვიტოთ. მრავალჯერადი გამოყენების ნაძვისხეზე იხარეთ ტერმინს, როდის სათამაშოებიც ალბათ მრავალჯერადი გამოყენების. რა მექანიზმი არსებობს, იმნაირი რომ ვინ ინახავს ამას და საწერია ეს რომ რაც ამ უნდა შეინახოს. თუ უბრალოდ თუ ვინმე პატრონი წესიერი კაცი ინახავს თუ არა და მე სადაც. ახლა ეს რა არის? აქ ავწერთ რომ რაღაცა მე შეინახო თუნდაც ნაძვისხე. უარ გადავაგეთ. ალბათ ალბათ აი შესაბამისად. აი ეს არის იმის ბალანსზე გადავა.
გადავწევთ და მოვულის და მომავალწესაც 2016 წელსაც შევხვდებით მაგაზრისთან ეს სათამაშოებს რაც შეეხება ახლა მრავალწლიანი ხარ იცი სახში გამბოჩკა დროს გადაგეწევა ისი არ ვიცი და თუ რო გადაიწევა ყველა 100% დაიქნება მაგრამ რაღაცა ნაწილი რაც დარჩება და იქნება მომავალი წლისთვის გამოყენებადი მიღება ჩაბარების აქტით მიიბარება დასწრების და გეთი მოსწრობის სამსახური და მომავალი წელსაც გამოიყენებს იმ მიგავიგე შეძენილი რაცაკის ძიძის ბალანსი დია აუბეს და იშურა დია მომარაგება შეარჩიოს შესაბამისად არის შექმნილი სატენდერო კომისია რომელიც შედაც მონაწილეობს როგორც გამგეობიდან ასევე საკრებულოდან წარმომადგენლები განიხილებენ რა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს ეს ნაბიჯხე რა სინამდვილეს უნდა იყოს როგორ უნდა იყოს და შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილება და იმის შესაბამისად ცხადდება ელექტრონული ტენდერი სამდღიანი ტენდერი რომლის შედეგადაც ვინც მოიგებს კომპანია მოგაწოდებს შემოტანის პირობებში კიდე არის მიღებითმა ჩაბარების კომისია შექმნილი საკრებულო ბრძანებით და რამოდენიმე კაცი შეამოწევს ის რამდენად ვარგისიანია ჩვენ გამოცხადებულ ტენდერის შესაბამის პირობებს უემთხვევა და თუ არის ის მასალები შემოტანილი რა მასალები ჩვენიდან იქნება მოთხოვნილი სათამაშოებსაც ეხება და შეიძლება კიდევ თქვა ჩამოეტან დაკომპლექტება ყველაფერნაირად ეს უნდა ალბათ ეს ამდენიმე კვირა არ გაგრძელდება არა რა თქმა უნდა მაგას უკვე შესაბამისი სამსახურები და ხელმძღვანელები გაუძლებს ვინა დასწრებით და კიდევ მასწავლებლის სამსახური კი რა თქმა უნდა გამოსწორება მან არქიტექტურის სამსახურიც არის ჩართული და მეგონია აწოლება დაუსწავლება აწოლება არა ზონა ზონა ხალხი უნდა არის სერვერი გამოსწორება ქალაქის სხვა ადგილები არის 25 პროგიდან გამოგონებული პირველი სკოლის პროგრამდე ეს არის ეს სათამაშოები არის წინასწრებში შეძენილი სათამაშოები რომელიც ვარგისიანია დღეს მდგომარეობის რაღაცა ნაწილი განთავსდება ზოგი სტალინის რა მოსულობის მომაიბის შეხედვით არის სტალინის ბაღი გაფრთხილი და არის კიდევ იმის ბაღი რა ქვია ლეჟურის ბაღისკენ გათვალ ეს გაკეთებული ავარი ჩემი აზრით აქ ის არის ეს საჩუქრებს რომელსაც ვიცენ ალბათ სოციალურად დაუცველებს თუ შეხვდება ეს არის ნაზის უზავერდავთ ინასახალხო პაკეტებია სოციალურად დაუცველებს ავარშინიანებს უნდა შეხვდეს ეს რაღაც უნდა გადაწყდეს ჩემი აზრით დია ასე არის გადაწყდეს არტის ადები და თუ ესეთია მართლა ინფორმაციის პირველად ინტერნეტი როგორ ცხოვრებულობაც უნდა გქონდეთ ახლა თუ ერთული მართლობა ავარშინიანი ოჯახები რაღაცა ეჭვებები რო რაღაცა ვარგოთი ცოტა ზარდა მოგეთ შეიძლება ყოფილა ერთგან თუ რაღაცა ახლებია ვარისებია ზოგი გარდაცვლილია ზოგი ისეთი ნახეში ის მასალდაც თუ შეკითხვა აღარ მაშინ დავაყენოთ ფეჯის ხაზე ცვლილებები ბიუჯეტში წარმოადგენს თუ ხარჯები Very good information სულად წარმოქმნილი კერძოდ ქალაქის მოხსნასთან დაკავშირებით და საახალწლო მიზნებთან დაკავშირებით. არის გამომალეს არის ინფორმაციის სახეზე იმოქმედება ქალაქის ნაციონალური სისტემის ფავორიტის კლასიკი და ესეთი იყო. Ну, авазе ეს პროცესია და განვითარების შემოსავლა ისიც სადაც ვიბარებს სახელი არის ყოველდღიური ადგილი. საავტომობილო გზიდან და ავტობუსებსია და ექვატორიანი ნათვის ემისიაში ვერ იქნებოდა. ექსპედრია ბატონო ახლა ეს არის თუ ინფორმაცია. ექსპედრიანი ინფორმაცია არის. ჯერ ექსპედრიანი არის. საუბრობა და ეს უნდა ვცხოვრობ ერთმანეთს. როცა საუბრობ და როცა ეს ინფორმაცია იქნება მოწოდებული ჩვენამდე მოვიდა 100 ივროზე
უშინდებ 7 მეტრიანი იყოს თუნდაც 7 მეტრიანი 7 მეტრი არის მინიმუმ. მე მიმაჩნია, მე ვარ არქიტექტორი, ეს მაქვს სიცის ახლვა, მე მიმაჩნია 7 მეტრიანი 18,000 ლარიანი ნაძვისკე, ამ სიცით არის ამიტომ ბაზარში ვთვლი იმას, რომ ჩემთვის არ არის ეს ინფორმაცია, რომ მოგივიდეთ ამ პროცესში პასუხი. Oleg, nu, da, că s-a răspuns poziția, nu se uită. Că gândeați că da, არცან არ არის განსაზღვრული არ შესყიდვებით იმაში არც ბიუჯეტის სრულებაში ერელოდი მოგიტანეთ ინფორმაცია რომ ეს აგას უნდა შესყიდვების სამსახურთან შექმნილი სატენდერო კომისია ეხლა ჯერ სატენდერო კომისია ბიუჯეტში არ დაფიქსებულა თანხა და სატენდერო კომისია რას მოგიდა რაც მოგიტანეთ ფოტომასალა და რაც აღვიხსნა სიცივე მოწყობის სამსახურის უფროსმა და ვიტყარ რომ ეს არის შეთანხმებული და ამაში არის ჩართული კეთილ მოწყობის სამსახური რა ინფორმაციაც იყო სიტყვიერი ზეპირი ყველა ჩვენთან ვიყავით აპრიორად ვითხრეს ეს შემდგომ იყო დაწყებული სხვა ჟელობები მოძიება და რაღაც ეს ინფორმაცია ბოლომდე ვერ იქნა მოტანილი გამბიობამდე იურომდე რომ ყოფილიყო განხილული და ეხლა იყო ასეთი ისინი შედეგები გქონდა ჩვენ რომ ამიცოდით თქვათ თეატრის ღონისძიებების თეატრის ღონისძიებებს კი მივეცით ესეც იგივე მეორდება ჩვენ ვიდამ კაფიოდ ბიუროზე მაინც იყოს მოტანილი რაში ვხარჯავთ ამბობს აქედან გამომდინარე რაც იყო წარმოდგენილი მიდა სამსახური და მე ამაზე თავს ვიყავ. გასაგებია რომ შეგვიძლია გამომდინარე. და ამ მაშინ ბატონო გადავდოთ ეს და ყველა ხალხს მაინც ისა უკვე მისმინეთ ეს ჩვენ არა ვართ ამ ინფორმაციის მომტანი. შემოვიტანეს სამსახურებმა და იყოს ისე მოწესრიგებულად მოტანილი, ნუ ვიმსჯელო ამ საკითხთან გამომდინარე. რა ინფორმაციაც იყო მოტანილი მე ვამბობ. ეს გასაგებია რა იყო უნდა გაუგებრები შემოტანილი ინფორმაცია შეერგებინა და დამისაუბრებელი. თუ იყო იქ საუბარი რომ ზომაში არ მოგწონდა და სივრცეში ვერ აღიქვამდა იქ იყო იმაზე საუბარი რომ მივჯეროთ მაგას და გადავწყვიტოთ. აქ არ არის დოგმა 7-იანი იქნება 10-იანი. რა იყო გოელი აქ ეგ არის თუნდაც გაუგებელი ჩემთვის. რა არის რა ვშვიდობ ხო არ ვიცი. კიდევ დღემდე არ ვიცი. ბატონო კომისია და ეს რა ეს წინასწარ დეტალური გაწერილი მოგება ვეთახვედის იმაშიც ალბათ ვეთახვედი მე არ ვარ იქ ალბათ და მაგრამ რადგანაც მისაღებ დოკუმენტში რასაც არ წერია რომ შედეგები უნდა იყოს იქ უნდა ჩაიგდას აქ ეს კიდე არის რაღაც საშუალება მაგები ამიტომ ალბათ მე ხარდა უჩინო ვარიანტს არის ორ იმ პრობლემებში რაც დასვა, ალბათ საფრთხე ამიტომ და ხარდა ეს უშუალოდ გამოსწორდა აქ ჩვენ ზოგადად ეს ვარარი და პროცესს მიხილავ საკითხის გამოყოფის შესახებ. ეს გასაგებია. აქის გამოყოფის შესახებ ვიღებთ დაგეილება. გამოიყოფა თანხა ამის შემდეგ უნდა ვიბჯეროთ. 2 კილომეტრს შეგვიძლია. თუ 7 მეტრი. სამწუხაროდ ის ამედიადასი ლარი მე ეს არის სავარაუდო თანხა რომელიც თანხა შეიძლება კედელი შეიძლება გახდეს 15,000 ლარი ან 15,000 ლარი ან ერთ რაღაც 2 მინუტით მადლობა. საერთო ჯამში მართლაც გასათვალისწინებელი არას პრობლემა ჯერ მე ვეთანხმები საერთო ძალების პროექტს 50,000 ლარს დაიხარჯო წინასახადო ჩვენი თანხისათვის 1,60 მოწესრიგდა დამფრინდა დავალჯერადი გამოყენების ასპექტს და შემდეგ აქტუალური სამსახურმა და იმ სამსახურმა იფიქრა სად დაიდგეს ეს ნაწილი და სად იქნება უფრო კარგი და მისაღებია რატო არ შეიძლებოდა მოფიქრებული რა თქმა უნდა ეს ბიუროზე და ჩვენ დეპუტატები წარმოჩენილი ყავით უფრო მდგომარეობაში ბოდიში ჩაიწერეთ ბატონურად ბიუროზე არ მოვიდოდა ჯერ არის საერთოდ იყოფა თანხები შემდეგ წნება სად რა და როგორ იყოფა თანხები ნაძვისხეზე ახლა წინასწარ სანამ ნაძვისხე შევიძენ სად დაიდგმება მაგის გამოყოფის ადგილი
რამდენადაც ვეცი კანონმდებლობაშიდაც ჯდებით, თარიღებშიდაც ჯდებით, სანამ ამ ნაძვისხეს შევიძენ, სანამ ეს ნაძვისხე მოვა, სანამ ტენდერი ჩატარდება, სატენდერო კომისია ამ ადგილის გამოყოფის თაობაზე პრობლემა არ არის არანაირი. არც კანონი ირღვევა. აი თვითონ ვერ ვსაუბრობ კანონის შესახებ. არც კანონი ირღვევა და არც ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და შეუთანხმებლობა არ იქნება ამაში დამერწმუნებით თითოეული თქვენთაგანი, როცა შედეგებზე დავდივით. 18,000 არის, როდესაც ჩაიდო სატენდერო ჩაიდო ბიუჯეტში და იყიდება ნაძვისხე, უნდა შეიძინოს მუნიციპალიტეტმა. შესყიდვების შესახებ კანონში პირდაპირ წერია. არც ერთი ნივთის, არც ერთი მასალის, არც ერთი ქონების კონკრეტულად დასახელება არ შეგიძლია, რომ ის უნდა იყოს კიდევ თუ არა 7 მეტრიანი და უნდა იყოს კიდევ თუ არა 6 მეტრიანი, ან უნდა იყოს კიდევ თუ არა ეს რაღაცა ნივთი. გააქვს შესყიდვების კანონი იმის ლავილების საშუალებას, რომ ჩვენ რომ ვიზახით 7 მეტრიანი, ჩვენ ვთქვით 7 მეტრიანი მინიმუმი იქნება. ნუ დავიჭერთ იმ სიტყვას მინიმუმის სადაც მივაქციოთ ფურაზება. აქედან გამომდინარე, 7 რო გამოაცხადეთ ტენდერს შესაბამისი მოთხოვნებით, ითვლება ეგ შესაბამისად საბაზროფასი ვიღებთ 7 მეტრიდან კი გამოაცხადეთ. გამოაცხადეთ 9 მეტრიდან 12 მეტრამდე. შეიძლება 12 მეტრიანი ნაძვისხე მომივიდეს იმაში ახლა. საბაზროფასი წარამარა იცნება, მაგას ვერავინ ვერ განსაზღვრავს, სულს ას ვერავინ ვერ დაგიწყობს. რო ყიდულობდე პირდაპირ გამარტივებული შესყიდვით და ყიდულობდე ერთპირთან მონაპარაკებით წესით, მაშინ სხვა სიტუაცია იქნება. ამას ჭირდება ტენდერი შეიძლება 18,000 კი არა, 5,000 თასში შემოგიგებოს მომწოდებები. იმას უღირდეს ამის მოდანა. მაგას ვერავინ ვერ განსაზღვრავს ეს ინფორმაცია თქვენ ჩვენ რაც მოგაწოდეთ ჩვენ რაც მოგაწოდეთ ბატონო ჩვენ თქვენი გვიხარი არის 7 მეტრიანი ნაძვისხე, რომელიც შეირჩა ამ და ამ სამსახურების მიერ და ეს ნაძვისხე დღეს ღირს 18,000 არის. ამის შეიძლება 5 მეტრიანი მოგივიდეს 18,000. შენ მოგაწოდეთ. ნებია თემას ავსი დავაგან შესაძლებელია იყოს 9 და 10 მეტრიანი. ეს უნდა გაიგება. ხალბატონო ვინა ერთ-ერთი სამსახური ვერ განსაზღვრავს ზუსტად იღებულია გაზეთები თქვენი აზრით ახალი გამიგახარდა და დაგაფშვა ბატონი ბესო და ბატონი მომხდარი თავში გავენ დანარჩენი ყველა თანახმანი ბრძანდები? ეს ვიკავით რა. არა ვარ თავის შეკავება რა არ მონაწილეობს. რეგლამენტი ამითვალისწინებს ბატონურმა თავის შეკავებას ითვალისწინებს მხოლოდ არ უნდა ესე იგი არ მონაწილეობს ბატონი. აბა წინააღმდეგი დამჭა? ბატონო მაგალ აღებული პრეზიდენტი და მაგის უკვე გამჭირვებები რაც მოგიყევით აქედან გამომდინარე საჩუქრების პაკეტებზე მიდის 5,000 ლარი 10,000 ლარი მიდის სათამაშოებზე ქალაქის მოსახლეობად და 18,000 ლარი მიდის ნაძვისხეებზე ეს სამი ცვლილება შედის შესყიდვების გეგმაში რაც ჩამოყალიბებული იყო და ეს არის სულ მეორე საკითხი. თუ კითხვები გაქვთ, გზადავთ. იბა თუ ეთახვებით. ამოშენებულ შესყიდვების გეგმა დავაფიქროთ. გოჯივე 4 კაცი. ოჩა, თანახმად. არქით ვადობთ. იყო. ვადავთ შემდეგ საკითხზე. მაგასიდან შემდეგ როგორც მოგვეშენებათ ნავთია პროექტის ფუნქციონირებს თეატრის IP რიტუალების სახით. ასე იგი დაბლობაში არის მეორე სართული შენობა გამიუღა განაშენებულია ნინოშვილის ქუჩაზე
ფლობს მეორე სართულს და პირველ სართულზე ფლობს და აფროდოს მეორე სართულზე ფლობს აი ეს ფუნქციონირებისათვის ჭირდება რომ ეს ქონება უცებლის სახით უსაფრთხო განავითარებული იყოს მასში. კომისიამ განიხილა ამ პროცესში და მიიღო დადებითი გადაწყვეტილება მუნიციპალურ საკუთრებაში რიტუალების სახეების ასევე მიწისნაბიჯი დამოკიდებული და ვინაიდან არ არის შესაძლებელი ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ არსებული ქონების პირველ სართულზე უნდა და მეორე სართულზე სამოსახლო და არის 1750 კვადრატი და არასდროს განაჩვენა და ამის განაჩენის კომისიაში და გადავწყვეტეთ რომ იმედი ქონების გადაცემას ისინი სამაგრებო იმელი ტერიტორიის რედაქცია არის ესე იგი არის საკაკას პროექტი ნახევარი ქონების დასავიდი და ამაში ჩვენ არის ესე იგი მოგეცემებათ რომ ჩვენ წინა სესიაზე გასწავლეთ ავარიასთან დაკავშირებით პროცესება ეს განდება შემოვიდა რომ დიდი ავარიის დაწესებულება რაც შეეხება ახლა ეს საკუთარ პოზიციებს გესწრებით რომ 40 წელი ჩიტოვანში არის სამაგის ტერიტორიაზე ხაშია ჩვენ ამასთან დაკავშირებით ეს რომ მოიძიე ინფორმაცია ესე იგი ის რაღაცნაირად რომ რაიონში თავი მოვუწეს მეგობარში და არის ეს ინფორმაცია რომ და გარემოთაც გამგეობამ შესაძლებლობა და გარემოთაც მიმართავს შემდგომში ამბები შესაძლებლია რომ მოუჩი ეს აკიარო პარტიის დაცილება არის და ახალგაზრდა დაკავშირებით ისწავლე და კონსალტინგის პროგრამის ესეთი რომ და სტანდარტიზების და გამგეობას დაიგას ის ფაქტობრივად პარტიის ორგანო კომისია დადებითად და აფრიკაში გამოდიოდა და ასე ეს სასაფლაოსთან მიმდებარე ტერიტორია. განმარტაშენებული ბატონო მახას ადრეცი საუბარი აი სანაცვლოდ გაგვაზე ესე აფრიკ ვაგონიზებები დარეკადეთ აფრიკ ესე იგი კონტროლი
აშენდება იგივე აშენდება. ამისათვის ჩვენ სამუდელი პარტები გამოიმოსთან ერთად ქალაქში ვიცით რომ ეკონომიკური მდგომარეობა გამძიმეა, გადაარეკოს ტერიტორიები, სადაც უნდა იყოს აქტიურად გამოსცემელი გაშენება. Aceștia ca concretul acelui potențial situație, alături și mai la un modest am prins dar și în și ca și soluția am cred cala că se uite pe provis sau să apucă american da și orice dar de are memoria de pisată pentru a înțelege asociate შაბათოვები მოასწორე ეხება მან შაბათოვები მოწოლა და დაუბრუნდა. ჩემი საუბრით არის ვთქვათ ეხლა ფაქტობრივად ყველაფერს ეხლა ქალაქის განშტოება შეგვეცვალა და ჩვენ იქიდან გავუგებია კანონები წესით ხდება მაგალითად მონაიზაცი პროგრამები ვანე ეს უკვე გახდა ეს შეგვიძლია აქტიურად ანალიზებში მივიღოთ შემოიაზრებოთ სამფლობელოს ესებია რომ ლანდშაფტს დააგებს თავისი სიმპტომების ხარჯს შეგვიძლია მოვალში აქვს შეგრძნებები ნორმალის მეტალისტი ამ ალიფოჩერია შენის პონტაზე ამ შემოიარებაზე გადაწყვეტილებაში წერია ხოლმე ამ 49 საიდან მოდიხარ საჩუქარი 50 მოძრაზე ახლა მე რა ვიცი როლმეც ეს მეგობარი არ ახარის რო დაგო შეგვიძლია რა თქმა უნდა არ არის მასე სამწუხაროდ დავარქავ და ბევრი დაგვირგია მაგრამ ცხოველებისგან დასვა ჭირდება, ბოლა ჭირდება. მეფე დეკორატორი აკეთებს სამსახურია საჭირო გაქვს გაკეთე. არის ბატონოვალება, ის სამსახური შეტევების და კეთილმოწყობის არის, მაგრამ სუსტია და გაზიარება ჭირდება, ფაქტია. და ყველა ფაქტია, უნდა ვიცი იმას, მონაცემები სად გავხეს და არც ერთი მონაცემები არ არის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახურისთვის მიცემული ახლა. ასე ნუ ვისაუბრებ. ყველა ეს იმიტომ რომ არ არის აბსოლუტურობა და არ არის ნორმალურად განაცვლება. არ არის ნორმალურად. ისა ბატონი და უთხრა რა მე მგონი მუშახელი არ ყავთ ძალიან არა დასაქმებელს ესე მაგრამ ისა მაგათ გადაიხერება მაგრამ არის უღარო დეკორატორი არის საფარდო გამიფუჭებ დეკორატორი არის საგებს ვაყერებ ასე რომ იმისათვის რომ ხის მოჭრაზე ვიცით რომ ხახა იქნება გამოყოფილი ბიუჯეტი და ის ხახა დაგენების ხალხსაც წარმართება ხის მიღება და ასე ვიცით ეს გეთა მაგრამ ხის დასარგავად ჩვენ გასარგული გვაქვს თუ არა ხახა აი ეს უნდა მე აბსოლუტურად გეთანხმებით იმიტომ რომ არასამთავრობო თეატრთა კავშირთან თანამშრომლობ ჩვენ და ძალიან დიდ შრომას წევენ ამ ასევე ეკო ასოციაცია რომელიც მაგრამ ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა უფრო მეტი რესურსი გამოსაზრდია ამ კუთხით რომ ქალაქის განვითარებაზე და განაშენიანებაზე უფრო მეტი თანხმობა Etivotul s-a considerat naturale, pentru absolut absolut, მაგრამ კუტაკულია. ამას სახელი კი უნდა ერქვას. რეალურად საქმეს უნდა აკეთებდეს. იქ არის საკმარისი. რადგან ხუმრა მაგრამ საყვარელია საპირალი არის. ამდენი ის და არაფერი აკეთება. სახელია ეს ფაქტურად იქ. მაგრამ გარკვეული რესურსი უნდა წავიღოთ იმ კუთხიდან, მართლა ჭირდება ამ ქალაქ განვითარებაზე განაშენიანებას ამ კუთხიდან. Arhitectul სამსახურები იყო, ისეც არის სპეციალისტებიც არიან რა, რომელმაც იმუშაოს თუ დაუშვათ. საათ როგორ და რა აი აუცილებელია, მართლა ამას ძალიან დიდი სასწრაფო მნიშვნელობა ექნება ჩვენი ქალაქისთვის და მე მგონი ყველა დავუჭერთ ამას ხალხს, წავიდეთ აქ და იმუშაოთ.
ბატონო მურმა, ფული ჩაისევა, ჩვენთობაში ჯერ არ არის გამოყოფილი ადგილი, არ არის გამოყოფილი რაოდენობა. გივი, ჩვენ იდეას ეჭირებით, იდეას თურმე არ ვარ მისული. ერთმანეთზე გამოიყენე ფორმის. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ავარიული და ხელი ხეების მოჭრის იმათი ხაზგანს იყო ხელმოკლე დავადასტო გასწავლება. ყველა ალბისხებას აჭრილი. ყველა მიზანდებით თანახმად. აბა დარბაზი რომ ყველა ოღონ იმის მერე რაც დადება გავდები როცა ბეჭედინება სად არის დარბაზი დავკავე აბა ზიტან საერთოდ რა მოიწრა გავიგებ სხვადასხვაზე რა ხდება ამ პროექტის გასაგებია კარგია საფრთხილად ჩვენ კომისიაზე მოწესრიგე პროგრამები დაახლოებით 14 კილომეტრი იყო გასაწმენდი. ტექნიკაც ძირითადში ამ ჩამოთვლაში გამოდებული პროექტები კაცებს რომელსაც ვიცით რა გამოიცა განჩენი მაინც ძირითადში ასეთ ბესტესტიკის პროექტები რომელიც აღმოჩნდა და ფაქტი საკმაოდ დიდია 14 კილომეტრი და აცდება ჩიქეთურიდან გადამოგვიდია. სოფლის მაჟორიტარების დეპუტატებსაც აღმოჩნდა განმეორებაში ეს ტექნიკა რომ მომავალში არ პირველი რაც არის დეპუტატურა კორბოლის მიმართულებით და ტელევიზიის მიმართულებით ამგზებს ვიდანან საკუთარ პატამენტი უზრუნველყოფს. არჩევში და საუბნო გზები რომელიც არის ჩვენი მისაღები ამ ეტაპზე ჩვენ ბავს ახლა ორი კასებს მემორიალს დეპუტატის არის რომელიც განსაკუთრებით გამოიყენეთ გზებზე სადაც ახალი ასფალტირებულია და ახალი გაკეთებულია ეს რო ვთქვა. შიდა საუკუნეებით არის მოძრაობილი ტექნიკა იდენტიტეტების პროფილები ტრაქტორები. რა თქმა უნდა, ბევრი გამოსული აქვს პრობლემა, მაგრამ არის რამოდენიმე რომელიც ამავე ასევე ამ მიმართულებით იმუშავებს. ხრეიდის არის ფაქტიურად ვერ გავიგეთ. ამდენი გავაკეთეთ, შემდგომ სხვა დეტალები გამოვიდა ცხოვრიდან და ბოლო-ბოლო მომენტ ამასაც სისხლში მთლიანობაში ამ ტრაქტორს და მეგონი პრობლემა არ გვექნება ამ ზაფხულის ასევე მარილის საუბნელობას ამ ეტაპზე საკმარისი არის იმისათვის რომ არა მარტო ქალაქის უბნებში არამედ პერიფერიულ ნაწილებში და სოფლის მოვალეობაშიც იყოს ეს მარილი განაწილებული და წინამორბედს დავავალე რომ ვისაც აქვს ისეთი გზის მონაკვეთები რომელიც სანამ შეიძლება მოკეზი გაზოვის ტექნიკის მიყვანა და გამოყოფა, ამიტომ მანამდე მარილის მარაგი ქონებოდა ესე სოფლის ბუნებრივი და ასე ვთქვათ, მათაც მარაგებული აქვს აპილატური ხედავ საგანშრომლობას შაშადელი გამოცდილება ძალიან კარგად მახსოვს მახსოვს, მაგრამ საკმაოდ უნდა მობილიზებული ვარ და ამ მუშაობას კიდევ ვაგრძელებ რომ უნდა დაშევოს პრობლემა. ის თანაც შექმნება ელექტროენერგიასაც აიუღა ეს ადამიანი. Იგუმაგილი ეს ეკაპანე იმასაც აქვს ის მარქსიზმის მომავალთა ელექტროენერგიის შტატი იყო. რა ვიცი ახლა შექმნება. ის ტრაქტორები ჩვენთან აქცია ეკა ეცადა სურა პარტიები ავტომატიზაცია გავაკეთეთ. თუ გამოდებით დამზადება დაუჭერთ ნებში როგორც ჩვენ ხრეიტი კვაცის და ტელევიზიის მიმართულებას ანუ ძირითადად ამ სამ ტრაქტორს გადავანაწილებ სხვას მიმართულებით იმიტომ რომ შაშანტებში უნდა ჩვენ ახალ გზაზე ვერ გამოვიყარეთ ახლა ეს და ეს გამოვიყარეთ ხო ამიტომ ხრეიტის კვაცის ტრაქტორი ფაქტიურად მაგალითად არის გავანაწილებ პლუს კალანი ამ ტრაქტორებს და საგზაოს მოგვეყვანებას პიროვნებაში მეგონი ვაჭრებში ხوارი გეგმება ტრაქტორის შეკეთება რადგან ჭირდებოდა ვაჭრების ტრაქტორის გაკეთება თვითონაც რომ პროზე მათემატიკას და იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ერთ ტრაქტორზე ნებით დამოკიდებული კვაცხის ტრაქტორზე რაღაცა მოხდეს ხო რეალად ჩაიკეტება ეს მონაკვეთები ბევრი თანხები არ შეიძლება სასურველია რომ გაკეთდეს საკმაოდ რაოდენობა თუ გვაქვს მაგრამ
ამ დაკავშირებით იყო საუბარი აქ ძალიან დიდი პრობლემები არის ხოლმე სოფელში შუქის მხრივ და მეგობროს ხო რაღაც ხარჯები ვიქტორიის აიმართულებით რაღაცა პარტიულად გაშუქდა და შუქდა ვენი ყურადღება მისცა და ესე იგი შევაჩერე რომ როგორც ვთქვით 1 დეკემბრიდან შეწყდა ეს მანქანების მოძრაობა ქალაქის ტერიტორიაზე ნედლიმად დაფიქსირებული მანქანების მოძრაობა შეწყდა ქალაქის ტერიტორიაზე ეს კონკრეტულად ეხება მემორიას სტამბის მიმართულებით მაგრამ მიუხედავად ამისა ეთყობა დადგენილების შინაარსი კარგად აწაიკითხეს ვერ წაიკითხეს თუ ვერ დაიგეს მანგანუმის კერძო გადამზიდავებმა ესე იგი აი დღეს პირადად შევესწარი ესეთ ფაქტს ისინი კიდევ არძლევენ ამ დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს კერძო ჩვენი დადგენილებით ბატონი შოთა აღგზავნება მისი სამთავრობო ორგანიზაციის ინიციირებით მიღებულ დადგენილებაში ნათქვამია ასევე რომ მიუხედავად იმისა სადგაივლის ტრანსპორტის ნედლიმადანით იქნება დაკავშირებული თუ კონცენტრატით მან უნდა შეასრულოს გარკვეული ვალდებულებები კერძოდ უნდა იყოს ეს საფარი ჭიდროდ გადახურული გარეცხილი მანქანა და ასე შემდეგ. აი დღეს მაგალითად შეიძლება ეს გუშინ წინაშე შეხვედრა და ყურადღება არ ვიმექცია მაგრამ აი დღეს კონკრეტულად ჩემი მანქანა ხშირად მოძრაობ ამ გზაზე და აი ეგრეთ წოდებული ლურჯი ბრეზენტი რომელიც დროშასავით ფრიანი ეს არის საჩხერი გზატკეცილი ავარიონის სამართლის მიმდებარე ტერიტორია კონკრეტულად. დღესაც კი არ მოხდეს ხალხი მანგანუმის გადაზიდვის პირობებს. კი გასაგებია ქალაქში აღარ დადიან კი ბატონო აღარ დადიან ამ ეს მოთხოვნა მაგრამ გარდა ქალაქის კი ჩანს ნომერი ჩანს ფათაშორის ნორმალურად კი ანუ ეს აღნიშნავს რომ ქალაქის ტერიტორიაზე თუ არ დადიან ესე იგი იმის იქით არაფერი აღარ უნდა შეასრულონ პირიქით თუ მოძრაობენ ამ შემთხვევაში საჩხერი გზატკეცილზე კი ბატონო ვაქვთ მოძრაობის უფლება ნედლიმადანითაც და კონცენტრატითაც დაფიქრულ მანქანებს მაგრამ ეს მანქანები უნდა იყოს შეფუთული გარეცხილი და ასე შემდეგ. არა, უბრალოდ მიგოცია და შესაბამის ორგანოები. სულთა მანქანები უნდა იქნება plus ამის ის არ არის ძნელი ახლა. აქ უკვე ირღვევა ეს ტენკით არის გადაფარებული პირობითად, იმიტომ რომ უარესის გვინახია ბატონო. არა, უბრალოდ ხომ იცით ხომ მეტი უარესი რა უნდა იყოს ამაციშიც დაიცვან კანონი და არა მარტო ცენტრალური გზები, სოფლების გზებიც ასევე არის აძაღორებული ასე. პარტია აულა შეუძლებელია. ქალაქი და მოსახლეობის დასახლება. ქალაქი სოფლის დასახლება, პროლეგული დასახლება. ზედაპირზე მასის დასაკეთება ვიცით რომ ეს პროექტი ასე გააკეთა ქართულ და აბინას ამას შეხედია გამიწერა ხოლმე სერიოზულად ასუჯებს ესეთი რაოდენობა და მოუწესრიგებელი მასშტაბის მიერ გადატანილი ბალანსი იქნება ეს მართლაც გამაღლა არის შეიძლება ბატონო თუ მორჩენი პირველ რიგში დავამახვილებ ყურადღებას ბატონის სულხანეს საუბარზე იმასთან დაკავშირებით რამდენად მნიშვნელოვანი ჩვენ მართლა პარტნიორები ვართ სამგეობის მუნიციპალიტეტი ზოგადად თვითმმართველობა და ასოციაცია კეათურით დაკავშირდა ძალიან კეათურის მოსავლეთა საკრებულო ძალიან ბევრი კეთილი საქმე გავაკეთეთ მიმდინარე ერთ მაგალითს ვიტყვი მარტო რომ 35,000 კვადრატული მეტრი ანუ 3,500 ჰექტარი შემოღობეთ გავამწვანეთ და გადავარჩინეთ 2500 ენერგი რომელიც ჩვენ დავგეთ თითქმის ყველა არის გატარებული ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არის მეორე პრობლემა არის პრობლემა ფინანსების საფუძვლად ამ მიმართულებით ნაკლები ფინანსების იმიტომ რომ საჭიროა სანერგე მეურნეობა ხოლმე ხალხს ისეთი ეკოლოგიური კატასტროფის ზონის ქვეშ ხო ხალხს როგორც არის შეაცვლა ჩვენ შევარჩიეთ ადგილი შემოიღობება ის ადგილი მაგრამ არის რაღაც მცირეოდენი მინიმალური ინფრასტრუქტურა გასაკეთებელი
რომელიც საჭიროა სანერგე მეურნეობისთვის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები თანხმობით დარწმუნებული ვარ და რა თქმა უნდა გამგებლის სურვილით, რომელიც აქვს ბატონ სულხანს, ეს საქმე დადებითად გადაწყვეტება. ანუ ამ ყველაფერს ჭირდება თანხები. და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, რა თქმა უნდა, არ დაიშურებენ ამისთვის არც დროს, არც ენერგიას და არც შესაბამის საფრთხის გამოყოფას. მეორე მთავარი საკითხი, არა, კიდევ უფრო მთავარი საკითხი, რომელიც გახლავთ. თქვენ კარგად იცით, რომ დადგენილება არის მიღებული ნორმატიული აქტი, ანუ კანონქვემდებარე აქტი 2013 წლის 2 აგვისტოს, რომელიც გულისხმობს მანგანუმის გადამზიდი მანქანების და სხვა წიაღისეული დატვირთული მანქანების გადაადგილების წესის დამტკიცებას ჩვენს ქალაქში. ეს არის ქალაქის ტერიტორიაზე და არა მარტო ქალაქის ტერიტორიაზე. ეს გახლავს ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქის ასევე ნორმატიული აქტი, რომელიც დაახლოებით ჩვენ მიგვაჩნია ასოციაციას ჭიათურათა კავშირს და არა მარტო ჩვენ მიგვაჩნია, რომ მაინდა-მაინც სწორად ვერ განვითარდა მოვლენები, დაიღო ეს აქტი და ასე ვთქვათ, არამართებულად იქნა აღდგენილი ქალაქ ჭიათურაში მანგანუმის გადამზიდი მანქანების მოძრაობა. ამიტომ შემოვდივარ წინადადების იმისათვის, რომ ვალდებულებებისგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ არამართებულად იქნა აღდგენილი მანგანუმის და ნედლი მადნით დატვირთული მანქანების გადაადგილება ჭიათურაში იმ საზღვრებში, როგორიც არის ზედანაგვეთის დასახლება და სტამბალდო. იმიტომ რომ მოტივი ამის იყო, ერთ-ერთი მთავარი მოტივი იყო ფორს-მაჟორული სიტუაცია. ჩვენ გვაქვს მაგალითი, კლასიკური მაგალითი რა არის ფორს-მაჟორული სიტუაცია და მე ამას დავიკითხავ. გასაგებია, ქალაქს ჭირდება ფული, ამაზე არავინ არ დაობს. ქალაქს ჭირდება სხვა ინფრასტრუქტურა. ეს ალბათ ამ მოტივით იქნა ეს გაკეთებული ბიუჯეტში შემოსულიყო ფული, მაგრამ ჩვენი აზრით უფრო მეტი ზიანი არ უნდა მიიღოს ქალაქმა, ვიდრე სარგებელი. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მუხლი იმ დადგენილების, რომელიც ჩვენი ინიციირების წესით იქნა მიღებული, უნდა შეიცვალოს და უნდა შეიცვალოს, დაზუსტეს უпроსწორად. დაზუსტეს შემდეგნაირად. აკრძალულ ტერიტორიაზე, ანუ ზედანაგვთიდან სტამბამდე, აკრძალულ ტერიტორიაზე გადაადგილება დასაშვებია ფორს-მაჟორულ შემთხვევაში. რაც წერილობით დასაბუთებული უნდა იყოს გადამზიდის მიერ. საკრებულოს თანხმობით მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი საფუძველზე, რომელშიც ასახული უნდა იყოს ამ დადგენილების მეოთხე მუხლის მოთხოვნები. აი ეს არის აკრძალულ ტერიტორიაზე შემდეგ, ნებართვა გაიცემა, მხოლოდ განსაზღვრული ვადით გადამზიდავი კომპანიების მიერ წერილობით დასაბუთებული პრობლემის აღმოფხვრამდე. ეხლა წავიკითხავ რა არის კლასიკური მაგალითი ფორს-მაჟორული სიტუაციის. ფორს-მაჟორული სიტუაციის კლასიკური მაგალითი გახლავს სტიქიური მოვლენები, დაფიცვები, საბოტაჟი, ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ჯვარიფსერია, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყერების ჩამოწევა, ეპიდემიის წყალდიდობა და სხვა. მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია. ფორს-მაჟორულად არ ითვლება ინვესტორის ფინანსური მდგომარეობა. ამ ფინანსური მდგომარეობის გაუარესება თუ ეს ჩამოთვლილ მოვლენებთან არ არის დაკავშირებული. ამ დროს მხარეებს შორის ხელშეკრულების შესაბამისად გადასახდელ თანხაზე ფორს-მაჟორის შემთხვევაში გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება. აი ეს არის ფორს-მაჟორის ის განმარტება, რომელიც ჩვენ ვიგულისხმებთ, როდესაც ინიციირების წესი შემოვიტანეთ საკრებულოს ხსომაზე და საკრებულოს ხსომამ დაამტკიცა დაახლოებით 2 თვიანი მსჯელობის შემდეგ, საუბრის შემდეგ, დისკუსიის შემდეგ. ეხლა რაც შეეხება იმ ზიანს, რომელმაც შეიძლება მოგვიტანოს სამომავლოდ აღდგენა მანგანუმის გადამზიდი მანქანების მოძრაობისა. ყველაზე მთავარი, რადგან არ ხმაურდება ხოლმე, უბრალოდ არ მიდის კამათი. ყველაზე მთავარია ის, რომ ჭიათურაში არის ძალიან ცოტა დარჩენილი მარაგი მანგანუმის, რომელიც არ ეკუთვნის მხოლოდ ამ თაობას, ეკუთვნის ასევე მომავალ თაობებს. ამიტომ
მიგვაჩნია რომ ჩვენ უფროსი თავის ხალხმა უნდა გადავანაწილოთ ეს სიმდიდრე ისე, სანამ ქვეყანა ფეხზე დადგება, სანამ მოძლიერდება, რომ ეს ქალაქი მიწაზე არ დაეცეს ასე ვთქვათ რა. და მომავალში ახალგაზრდებს და მომავალ თავებს მიეცეს საშუალება იმისა, რომ გააგრძელონ ამ ქალაქში ცხოვრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან კარგად ვიცით, რომ 341 მოსწავლე შევიდა მარტო ჭიათურის მუნიციპალიტეტის პირველ კლასებში. ეს პროცესი გეომეტრიული პროგრესით იზრდება, ჩვენ ახლა ვიცით დაცარიელები სოფლები, ცარიელდება ახლა ქალაქის და ამ ქალაქს არა მარტო ჩემი, არამედ ალბათ ჭიათურის სამწუხაროდ უმრავლესობის ასე ვთქვათ, ხედვით მომავალი არ აქვს. ამიტომ სანამ ქვეყანა მოძლიერდება და სანამ ჩვენ მოძლიერდებით, კაირათიანად უნდა მოვიხმაროთ ის მარგანესი, რომელიც ჩვენ აგვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ კარიერზე მოპოვებული მანგანუმი აბალანსებს ძვირადღირებულ მანგანუმს, რომელსაც მოიპოვებენ მაღაროდან. თუ კარიერზე ვეღარ იქნა მანგანუმი მოპოვებული, ეს იმას ნიშნავს, რომ იმ 2500-3500 კაციდან, რომელიც მაღაროში მუშაობს, იქნა გახდება მაღარო არარენტაბელური, ან საერთოდ დაიხურება, ან და ალბათ რამოდენიმე ასეული ადამიანი დარჩება იქ. შესაბამისად შედეგები იქნება ფატალური და მძიმე. არის სხვა უარყოფითი ფონის, როგორც არის ვიბრაცია, და დამტერიანებაზე აღარ მაქვს საუბარი. აი მაგალითად ამას ვკითხულობდი. ბილეთებში წერია ადამიანები, რომლებიც გადიან გამოცდას თუ ტესტირებას ბაშის მოწონის ასაღებად, იქ წერია გასაგება. რა შემთხვევაში იკრძალება მანქანის გადაადგილება ქალაქში. და წერია სიტყვასიტყვით, რომ იკრძალება იმ შემთხვევაში, როდესაც იწვევს დაბინძურებას და იკრძალება იმ შემთხვევაში, როდესაც იწვევს ხმაურს. ჩვენთან სამწუხაროდ ერთიც არის და მეორეც არის და ვალდებულია შესაბამისი ორგანოები აი ესეთი მანქანების გადაადგილება აყვეთონ ამა თუ იმ ქალაქში, ამა თუ იმ მხარეში. ესე იგი, ყველა მიმართულებით, როგორც ასე ვთქვათ, სამართლებრივი, ადამიანური თუ რა ვიცი, რომელი მიმართულება მომავლის ხედვით სამომავლოდ არ უნდა მოხდეს ჩვენი აზრით საკრებულოსა შეუთანხმებლად გადაწყვეტილების მიღება, თუნდაც პრეზიდენტის და თუნდაც პრემიერის მიერ აი ესეთ მნიშვნელოვან ეკოლოგიურად დაბინძურებულ ეკოკატასტროფის რეჟიმში მყოფ ქვეყანაში. ეს არის ჩვენი თხოვნა ამ წინადადებას, ბატონებო, ამ წინადადებას ჩვენ დავამუშავებთ, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ შემოვიტანთ, შემდეგ საკრებულოს ხდომაზე გამოვა და დარწმუნებული ვართ, ვიმსჯელებ და ობიექტურ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც ჩვენ ქალაქს შეიძლება. პეტიციის წესით ისევ? პეტიციის წესით, ჩვენ ვინაიდან პეტიციის წესით ერთხელ უკვე მივიღეთ, მხოლოდ მოხლოვრივი დამატება, განმარტება არის მეტი არაფერი. ეხლა რაც შეეხება მუნიციპალიტეტის თქვენ კარგად მოგეხსენებათ, აი საკრებულოს უფლებამოსილებები არის, ორგანული კანონია, ორგანული კანონის მიხედვით თქვენ გააქვთ უფლება რომ და ასევე რეგლამენტის მიხედვით გააქვთ უფლება რომ მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის მომსახურების, გადაზიდვის წესების, ტრანსპორტის მარშრუტებისა და ასე შემდეგ. ანუ თქვენ დაადგინოთ და დაამტკიცოთ აი ესე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი საავტომობილო საგზაო მოძრაობის დაგეგმარება და ასე შემდეგ. განვითარება და მოკლედ ამის უფლებამოსილება საკრებულოს დასაკვირველია აქვს. სხვა ბევრი მნიშვნელოვანი წერია უამრავი რის უფლება თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ასევე არის გამგებლის უფლებამოსილებები, რომელშიც პირდაპირ წერია რომ მაგალითად ერთ-ერთი არის რომ ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებდა საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის პროექტებს, მაგრამ პირიქითაც არის საკრებულოს გადაწყვეტილებებს, საკრებულოს თანხმობით უამრავ დადგენილებას ღებულობს და ისეთ მნიშვნელოვანს, როგორიც არის მაგალითად ამ თემაზე საუბარი ნორმატიულ აქტზე საუბარი. ამიტომ ეს არის ურთიერთ ჩვენის აზრით, ეს არის ურთიერთ შესათანხმებელი, ურთიერთ კოლეგიალური გადაწყვეტილება და გადაწყვეტილების მიღების საჭიროება დადგა და შემდეგ საკრებულოს ხდომაზე ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ობიექტურად საკრებულოს ხდომა მიიღება.
მე აუცილებლად უნდა გამოვაყო ბატონს ამოდეულ წინადადებას გამომდინარე მე ძალიან გასაგებია ის რომ კარიერებიდან ხდება დაუშვათ ეგრეთ შესრულება რაც მაღაროში ხდება დაუმუშავება და რამაც შეიძლება კარიერის გაჩერება გამოიწვიოს იგეგმის არ შესრულება მუშახელის გაშვება შესაბამისად ის ხელფასის დანაკლისი და ასე შემდეგ. ასევე მეორე იყო ის თემა რომ აიკრძალოს საერთო ქალაქის ტერიტორიაზე ვინაიდან აბიძურებდა მეგეთახები ამაში აბსოლუტურად გავარ ქალაქის ინტერესების გამოსახულების და იმ პუნქტი რომ ნამდვილად აუსაძლესია ესე ცხოვრება. მაგრამ ამავდროულად არის მეორე თემა რომ სახელმწიფო დანიშნულების გზა ჩვენ მაშინ ისევე როგორც დედიმადანი, ასევე კონცენტრატიც, ასევე ქუჩი დაფრინული მანქანები ყველას არის შესაბამისი თავფერიანება და ფაქტიურად უნდა ჩავგებოთ მთლიანად ეს გზა. მესამე კიდევ ის არის რომ რა გესახება თქვენ თვითონ ის რომ რა კუთხით უნდა წავიდეს ის გამგეობა ის საკრებულო რომ ეს დარეგულირდეს და ის კომპანიები არ გაჩერდნენ როგორ უნდა იმუშაონ ან კიდევ თუ რამე სქემა გესახება ამგვარი რომ მარტო ესე რომ ხელი არ შეუშალოთ სამწადო საქმიანობაში იქ დასაქმებულები კიდევ არ გაჩერდეს ან თუ ფიქრობ რომ უნდა გაჩერდეს ყველაფერი ეს ისევ შევინარჩუნოთ სისუფთავე გარემო და მიანობაში გავაჩეროთ მთლიანად საწარმოო პროცესი. რაც ქალაქისთვის მე მგონი დაუკველი თუ რამე წინადადება არ გაგვარი ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ ისევე როგორც მე შემოდიხარ წინადადებით ესევე მაშინ რაც გესახება რეალურად გზა იმისა რომ ეს თემა გადაიცეს მოგვარდეს ჩვენ ამაზე ფაქტიურად დღეები და თვეები კი არ არის თუ ფაქტიურად ამაზე თემაზე მიდის რაც აკვართ ფაქტიურად 2 წლის განმავლობაში ამაზე საუბარი. მაგრამ დღეს რეალური სიტუაციის გამოსწორება ფაქტიურად ვერ შევძელით. ვერ შევძელით იმ პუნქტით რომ რაღაც ჩაიგეთ ამონაკვეთი და გაჩერდეს მოძრაობა, მაგრამ ვერ მოაწესრიგეთ იმ პუნქტით რომ იქ ადამიანები უმუშევარი დამჭირდა, ასე რომ ვთქვათ, უყუროთ ვიღაც ოჯახებს გამოეცალათ ეს ყველაფერი ხელი. რა უნდა გამოიძინოს ოქროს შუალეთი მაშინ რომ არც ისინი დაზარალდნენ არც მუნიციპალიტეტი დაზარალდეს, არც მოქალაქე დაზარალდეს და არც ბიუჯეტიდან მილიონობაში არც გარემო დაფინანსდეს. ბატონო შეიძლება. ბატონო, აქა ვარ ყველა, მაშინ გამოიძენოს ის უქრო შუალეთი, რომელიც გესახება, ოღონდ არა ისეთი რომ იყოს სიტყვის მასალა, მე აქ საუბარი მაქვს რეალობაზე და რეალურ ნაბიჯებზე. და არა ის რომ ეს შეიძლება გაკეთდეს და ის შეიძლება რაღაც ილუზიებზე ვილაპარაკოთ აქ. რეალურად რა გესახებათ მის და თვითონ ეს მითხარ და მე დიდი სამულებით დავგებით მეგოჩი. ბატონო, აი, მოგახსენეთ მაშინ. ეს ახლა ხაზი გავუწევი რომ ჯერ ისიც არ ვიცი რა მარაგია მარგანეცის, ჩვენ ვიცით რომ კატასტროფულად ცირდება ის მარგანუმი, რომელიც კარიერული წესით მოიპოვება. ჩვენ მიგვაჩნია რომ ძალიან ბევრი ნებართვა არის გაცემული, 162 პროექტი არის აპლიცებული კარიერული წესით მარგანუმის მოპოვების. ეს ალბათ ცოტა ხანში 1-2 წელიწადში გამოიწვევს იმ ამბავს, რომ კარიერის მარგანუმის მოპოვება ფაქტიურად ამოიწურება, კარიერული წესით მარგანუმის მოპოვება ფაქტიურად ამოიწურება ჭიათურაში და რა შედეგებიც მოყვება ამას, ეხლა ვთქვი რომ აბალანსებს მაღაროდან გამოყებული მარგანეცის ფასს. ამდენი კომპანია, რომელიც შემოვიდა ჭიათურაში სხვა ქალაქებიდან, თუმცა ისიც საქართველოს მოქალაქეები არიან, რა თქმა უნდა, რომელიც შემოვიდა, ჩვენ მიგვაჩნია, ეს არის ძალიან ბევრი კომპანია, რომელიც დაჩქარებული ტემპით ჭიათურის წიაღისეულს მოიპოვებს. და საბოლოო ჯამში ეს აისახება თითოეული ჭიათურელის და განსაკუთრებით მაღაროში დასაქმებული ჭიათურელის ცხოვრებაზე. იმიტომ დარჩებიან მუშაობები. რა უნდა გაკეთდეს? ადრეს იყვნენ აქ მუშაობდნენ ადგილობრივი მეწარმეები, რომელთაც მუშაობას მაინავეთ არ შემცენოდა ქალაქი. გარდა ამისა, თქვენ კარგად იცით, არ მივტირი, მე ვარ ის ადამიანი, ერთ-ერთი, რომელიც ძალიან აქტიური იყავი ეროვნული მოძრაობის დროს, არ მივტირი საბჭოთა ცხოვრებას, მაგრამ საბჭოთა ცხოვრების იმ პერიოდში ისე მოიპოვებოდა მარგანუმი ჭიათურაში, რომ ქალაქის მოსახლეობა ფაქტიურად ვერც ხედავდა ამას და არ შეიმჩნეოდა ის ინფრასტრუქტურა, რომელიც მაშინ იყო,
ნაწილი სამწუხაროდ განადგურდა. მის აღდგენაზე არავინ არ ფიქრობს. არ ფიქრობს პირველი ჯორჯიან მანგანეზე, რომ აღედგინა ეს საბაგიროები, რომელიც საბაგიროდ ხდებოდა მანგანეების გადაზიდვა. გარდა ამისა, არის ეს ყბადაღებული შემოვლითი გზა. ამდენი ხანია, ვამბობთ ამას. დაახლოებით 3-4 წელია ვიძახით და ჯერჯერობით ვერ იქნა მიღწეული ის, რომ ამ გზაზე დავიწყოთ ფიქრი, კი არა მარტო და საუბარი, არამედ უშუალო ნაბიჯები გადაიდგას. ამის გარდა ამას ირდება პროექტის შედგენა, პროექტს თავისი დრო მიაქვს და ანუ დრო გადის. ნაბიჯები გადაგმული არ არის. რაც შეეხება დამტვერიანებას, რაც შეეხება მანქანებს, რომელსაც უნდა იმოძრაოს ჭიათურაში, რომ ჯორჯიან მანგანის გული ხო ამ კონკრეტულ შემთხვევაში და თუნდაც სხვა გადამზიდვით. ან სოფლებშიც ეს ამ მანქანების ყოლის უფლება ისედაც და ვალდებულება მოგაცრავად, ისედაც აქვს ჯორჯიან მანგანეს და სხვა კომპანიებს, რომ იქ სადაც ხდება გაფრქვევა, ეს იქნება ქალაქის ტერიტორიაზე, ეს იქნება სოფლის ტერიტორიაზე, დასახლებულ პუნქტებში. სისტემატურად მოხდეს ამ ადგილების მორთვა. არაფერი ეს არ ხდება. გარდა ამისა, არის დახვეთა უნდა მოხდეს. მორთვა ეს ქალაქში. ქალაქის და მტრები ძველი ერთად შემოგვიყვება. ზუსტად ეგ წერია ნორმატიულ აქტში. მორეცხვა და პერიოდულად მორთვა. ავაზუსტე. კიდევ არის ერთი საკითხი. სოფლის ტერიტორიიდან დარკვეთის ქარხანები, სადაც უამრავი რაღაცა მიკროქარხანები გაკეთდა და ყველაზე მეტი მათ ჯორჯიან მანგანის მძიმეწონიანი მანქანები გადაადგილდებია. თქვენ ალბათ წვიმიანობით ვისაც გაგივლია, ნახავთ ტალახი სირცხვილია უბრალოდ რომ ჩვენ არც აკრებულოს თუ არც საქართველოს ხელისუფლებამ ვერ აიძულებს ეს ორგანიზაცია რომ იმუშაოს ისე რომ არ დაარღვიოს მოქალაქეების უფლება. აი ტალახი დგას გზაზე და პერიოდულად წვიმებით ტალახი დგება. ეხლა ვერცეთი ნაბიჯი ვერ გადაიღო. ამიტომ არაკეთილსინდისერებაა და უბრალოდ ჯერ მორალურად უნდა იყოს იმ ადამიანებს, იმ მეწარმეებს, იმ ვიცა უნდა იყოს, რომ ის ელემენტარული ნორმები დაეცა, რასაც ჩვენ ვიტყოდით. იქ არაფერი რთული არ არის ის, რომ დასუფთავებული საბურავები მანქანები მოძრაობს და ჭიდო დახურული, ესე რომ ვთქვათ, საფარით, ამაში მე მგონი პრობლემას ვერ ხედავდი ელემენტარული. მაგრამ ვიძახით მუდმივად ამ ალტერნატიულ გზას. შემოვლითი გზა. აქ არიან ადამიანები, რომლებიც ამ შემოსვლით გზასთან დაკავშირებით ჩვენ გარკვეული კომისია შევადგენთ გამგეობაზე საკრებულო, რომელსაც უნდა დაედოთ სურათი თუ არსებობს რეალურად ეს გზა და თუ არის ამის გაკეთების პერსპექტივა. მაშინ ზაროს მათგანს თუ არსებობს ეს გზა, იმ გზას თუ კი ვამბობთ, რაც არ გაკეთდება. თუ რეალურად ამის შესაძლებლობა არის, რა თქმა უნდა, მაშინ ჩვენ ყველანაირი ერთ-ერთი უნდა გამოვიყენოთ იმისა, რომ მაქსიმალურად ვაიძულოთ ის იმ შემოვლითი გზა გააკეთოს. ეგ ეტაპები აბსოლუტურად მართლაც ძნელია და მძიმეა ეხლა ამ ქალაქში რაც ხდება. იცით რომ გასაგებია ყველასაც ავამზადებ რომ ძალიან ბევრი კომპანია ჩამოყალიბდა. იმ კომპანიას გარკვეული უარყოფითი შედეგები თუ მოაქვს ბიზნესში გარკვეული საგებელი მოაქვს სახელმწიფოსთვის და ბიუჯეტისთვის. მაგაში ორიაზე არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ამ ეტაპზე ვერ შევძლებთ. ეს არ ვიცი სუსტია ჩვენი თუ არ ვიცი რას დავაბრალო, ვერ შევძლებთ ეს მდგომარეობით, რომ ეს მდგომარეობა რეალურად შეცვლილი იყო. სად არის გამოსავალი, ირაშნე და დავსახე. თუ შეიძლება გამოსავალი ალბათ არის იქ რომ შევისალოთ მოდი პატმოლე. გამოსავალი არის ის რომ ჩვენი ერთი კომპანია ვერ მოვაქციეთ საკანონმდებლო ჩარჩოებში. 26 თუ 56 კომპანიას ვერ მოვაქციეთ. მეორე გამოსავალი არის რომ არ არის დათვლილი რამარაგებია შეეთურაში, ძალიან მცირდება, კატასტროფულად მცირდება და უნდა გაუთქვილოთ ჩვენ, ანუ ამაზე უნდა ვიდეო. არის გზა, თაბაგრების შემოვლითი გზა, თაბაგრების გუნიკაურის, რომელიც დათვალიერება და პროექტირება დღემდე ვერ გაკეთდა. შემოვლითი გზა. განიდან არ ვიზახ გუნიკაურის ცოტა გადის. რომელი ვერ გაკეთდა, განიდან გადის საბაგირო, ხომართალია. გუნიკაურიდან არ ჩამოწვა, მაგრამ ძირთან განიდან მოძრაობენ. არა, გუნიკაურიდანაც მოძრაობენ, მანქანები. როგორც ეგრესოდებული კოოპერატივები მოძრაობენ გუნიკაურიდან გამოაქვს მარგანეცი და მაღალი ტემპებით მოძრაობენ. კი. რა თქმა უნდა გამოდის. სხვაგან სადმო წავიდეთ.
ამიტომ ქალაქს იმდენად აღარ გამოდის უნიკალურიდან განმოახტავთ და იმაზე. ეგ ნაწილი მაგრამ ქალაქში ატოშოდა შემოვლით გზაზე ვიტყოდი უბრალოდ აი ბატონო სულხანოვთან აი შემოვლით გზათან დაკავშირებით აი ჯგუფია შექმნილი და აი ჯგუფის ხელმძღვანელი მე ვარ. აი ესეთი კომენტარის გაკეთება მინდოდა ამ თემასთან დაკავშირებით. პირველი რაც გავაკეთე მიმართე ბატონ სულხანს როგორც გამგეობის ხელმძღვანელს, მიმართე ბატონ ბაჩოს როგორც საკრებულოს ხელმძღვანელს და წერილობით ხოვე რომ აი თუ რამე მოთხოვნა შემოსული ამ ალტერნატიული შემოვლითი გზებთან დაკავშირებით რომ შემდეგ დაგვეწყო კომისიას მუშაობა. ჯერჯერობით ესეთი მოთხოვნა არც რაიმე ფირმისგან, არც რაიმე ორგანიზაციისგან არ არის შემოსული ოფიციალური მოთხოვნა, რომ ისინი დაინტერესებული არიან ალტერნატიული გზის მშენებლობის თუ მასშტაბში პირიქით. GM-ის წარმომადგენელმა ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მას საერთოდ არ აინტერესებს ალტერნატიული გზა, იმიტომ რომ ისინი საჰაერო გზით აპირებენ მანგანელის ტრანსპორტირებას. რაც შეეხება კერძო ფირმებს, ყველა ჩვენთაგან თვითონ ერთ-ერთი ფირმის ხელმძღვანელი არის შემოსული საკრებულოში წინადადებით, რომ ჩვენ საერთოდ გავაუქმოთ ჩვენ მიერ მიღებული დადგენილება და მათ პირდაპირ ქალაქის ტერიტორიაზე გაატარონ თავიანთი მანქანები, ასე რომ აღნიშნული გზით ფაქტიურად არავინ არ არის დაინტერესებული და ვის უნდა გაუკეთოთ ეს გზა. საბჭოთა პერიოდში აი ჩავამბობთ. კი ბატონო, ამერ თვითონ დავამბობ. საბჭოთა პერიოდში დაახლოებით 450.000 ტონა მაღალი ხარისხის მანგანუმი მოიპოვებოდა 80-იან წლების ბოლოს. დღევანდელ დროს 2012 წლის მონაცემებით 515.000 ტონა მაღალი ხარისხის მანგანუმი იქნა მოპოვებული და რეალიზებული. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ვიცით იმ პერიოდის ინფრასტრუქტურა როგორი იყო და მაშინდელი შეათურმა ორგანიზაცია როგორ მუშაობდა და ამ ხელას ეკეთებოდა ქალაქ სოციალური კუთხით და ინფრასტრუქტურის კუთხით. დღეს როცა უფრო მეტ მანგანუმს მოიპოვებს ჯორჯიენ მანგანესი, ელემენტარულად იმაზე არ არის საუბარი, რომ მოგებიდან ქალაქს რაღაცა მიწევს. ვალდებულებასაც არ არსებობს. ეხლა მით უმეტეს ამას უნდა ემაგრა 26 კომპანია რა დღეში იქნება. როგორ არ ვიცით, ვიცით 26 ვალდებულება ჩამოგითვლი ზევითადებს ეხლა. მე ჩამოგითვლი და მე მოგიტან განახილ. დოკუმენტს მოგიტან. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს მოგიტან. ანგარიშ რომლის საფუძველზე გარემოს სამინისტრომ ლიცენზია მისცა მანგანუმის მოპოვების ჯორჯიენ მანგანეებს. აი ეს არის 26 ვალდებულება ჩამოწერილი. თუ შეიძლება მე ჩავერთვები ერთ სიტყვას ვიტყვი, როდესაც იყო საკითხი, მივცეთ რომ უფლება თქო, მე ვიყავი მომხრე იმისა, რომ მივცეთ უფლება გავატაროთ, კეთილდება გამოხატოთ. ანდაზა ასეთი, რასაც მომისვენ ხელზე და იმას მოგისვენ წვერზე დაო. ჩვენ ხელზე გვაქვს მარგანეცის ლაფი. და ამ ლაფის მოსვლა მოუწევთ იმათ სახეზე აწით შენი პოზიცია ასეთია. მე ჩვენი სიზუსტეა ის, რომ ეს აბრაკადაბრა იყო და გრძელდება ქალაქში. აუცილებელია მუშაობის გაძლიერება გარემოს დაცვის სამინისტროს და რომელიც არის ამ ზედამხედველობის განხორციელებელი. არის მონიტორინგის სამსახური ჩამობრძანებული აქ და დადებს ვირა წკირი გამოტრა ტყეში და მოუხლეთ ვერ ხედავენ დილეს და უყურებენ ბეწვს. ამიტომ ჩვენი მუშაობა ეფექტური იქნება იმ შემთხვევაში, თუ გარემოს დაცვის სამინისტროს მოვთხოვთ ძალიან მკაცრად და მკაფიოდ. რომ შეასრულოს ის მონიტორინგის ფუნქცია. რა როგორ და ჩვენ გავაყენოთ ბატონო. გავით კი რა უნდა დავაყენოთ. გავაგზავნე ჯერ გავაკეთე და მომეტრა. აღარა უბრალოდ დაღიარებმა. ძალიან სუსტად მუშაობს თვითონ სამინისტრო და ჩვენგანაც მოთხოვნები ძალიან მინიმალური. არ გავით მე ასე ვხედავ. მე ასე ვხედავ. გავაკეთოთ წერილი, მივმართოთ რომ დაწესდეს მონიტორინგი ამ თემებზე. ბატონო არ მე მგონია ძალიან სუსტად მუშაობს სამინისტრო. მეთანხმები მოვალეთ და ერთი საკითხია კიდე. რა უფლება ქონდა? ჩვენ ძალიან უფლება კიდე. ოფმუსვენდა ხელი მოაწერა მანგანუმი დატოვებული მანქანები გადაადგილება. თეატრში ამერიკის მაგანას მოაწერა ხელი და მაგის ხელმოწერას არის იმ დოკუმენტი. რა უფლება ქონდა? მაგასაც შეიძლება ვიღაც ინტერესი დაიცვას, მაგრამ ჩამოვიდეს და თეატრში ხელი მოაწერა დოკუმენტი. ის რაც გადასაწყვეტი იყო და გადაწყდა თავის დროზე მუნიციპალიტეტის. ანუ იმას ვამბობ, რომ ეს დოკუმენტი არ არის მართლებული, ამის თქვა მინდა. არ აქვს ამას კანონიზატორი. კანონიზატორი რო კონდეს, ამისათვის ცვლილება შევიტანოთ, ანუ იქ არის ცვლილება შევიტანოთ და
ბატონი სულხანის ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამგებლის ასე ვთქვათ გადაწყვეტილება დაადასტუროს შეთანხმება მოხდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოში. მე მაინტერესებს ასეთი რამ რომ კარგად მოხსენება რომ ავარიული სახლები ძალიან ბევრი არის შეათურაში უბრალოდ კონკრეტული მაგალითი მინდა გითხოთ გიორგაძის ქუჩის საკითხი თქვენ კარგად იცით სხვა საკითხზე გადადიხართ ხო თუ რა თქმა უნდა სხვადასხვა შევაკეთებ საკითხს მაგრამ ეს თემა რომელსაც ჩვენ საუბრობთ საკრებულოს განსახილველი საკრებულოს რომ ჯერ გამიხსენებთ შემოვა გავიხსენოთ მაშინ და უბრალოდ მაინტერესებს რომ აი აღნიშნული კორპუსის ავარიულად ცნობა არცნობის კომისია როგორ ჩამოვიყვანოთ რა ვქნათ და მარტო ერთი კორპუსი კი არა სხვა კორპუსებიც რომ შევამოწმებიოთ იმიტომ რომ კონკრეტულად ასეთი მდგომარეობა და ასეთი სიტუაცია არის რომ იმ კორპუსში ცხოვრობენ პორბილები არის ერთი ორი ოჯახი პორბილი რომელსაც პორბილთა სამინისტრო თუ კი ჩვენ ვცნობთ რომ ის კორპუსი არის ავარიული დაახლოებით 10 თუ 10-დან 20,000 ლარამდე თანხმობებს რომ მან თავისი საცხოვრებელი მოიყვანოს წესებში. და ნუ ამ შემთხვევაში ჩვენ ფაქტურად ხელი შეშლად გამოვალთ ჩვენ გეტყვით რა. აი ეს მაინტერესებს კონკრეტულად მაინტერესებს მარტო ამ კორპუსზე კი არა უკვე ზოგადად მაინტერესებს რომ ვინ უნდა ჩამოვიყვანოს. ჩვენ გვაქვს გაკეთებული მაგის ანალიზი რა ჯერში ავარიული კორპუსები ამდენ ჩამოდარდა. მე მარტო სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში რომელმაც რენოვაში მოხდა 98,000 ასოცია იგონეს და შეგონეს უკვე გაიზარდა და ამიტომ ფაქტურად ამ თანხის გამოთავისუფლება ეს რო ვთქვათ მე მოხდა საკმაოდ სოლიდური თანხა იყო შესაბამისად გადავწყვიტეთ რომ ყველაზე მეტად რომელიც იყო სავარაუდოდ ავარიული სახლები მოდი ამ კუთხით წავიდეთ რომ პირველ რიგში მათი დაშლა გავაკეთოთ ჩამოვიყვანეთ ჩვენ სამხარაული გიორგაძის კორპუსის ნაგუჩი მდებარე ორი კორპუსი რომელიც ასევე ავარიულ მდგომარეობაშია შევაფასებინეთ დასკვნა გაკეთებულია ფაქტურად გუშინ წინ გავაფორმეთ ხელშეკრულება ჩვენ სამხარაულთან გაახადულა ბიუჯეტში გადაურიცხავთ უკვე და რამოდენიმე დღეში ეს დასკვნა სამხარაულის გვექნება ხელში ამის შესაბამისად როგორ დახასიათებით თვითონ ამ ექსპერტებმა გვიჩვენეს ისე რომ რაიმე საშუალებით ციდან შემოსახლეობა იყო და ანგლების პირას კორპუსი იყოს არის რეკომენდაციები მიღებული მაგრამ სავარაუდოდ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით თუნდაც დაშლა შეაძლია და გეოლოგიური ნაწილიც არის ჩადებული ამის შესაბამისად უკვე ჩვენ გვიგვიყვება გადაწყვეტილება თუ გადავანებებით სამუშაოები უნდა ჩატარდეს შესაბამისად უკვე პროექტსაც გავაკეთეთ მაგისაც და მომავალი წინა როგორც კი დაიწყება რაღაც პროექტების პროპორციელება უცებ გავითვალისწინებთ ნამდვილად არ შევხვდით საფრთხეს ეკономიკი როგორც ანგლების პირასა და მართლა მოხარაკეებს რაღაც უკრება ნამდვილად ვერ გავეცევით ამ პასუხისმგებლობას და ვერ ვიქნებით ჭრილი შესაძლებლობა ან მაშინ დროზე უნდა გავიყვანოს საფრთხე და არ კიდე უნდა მეხელოთ ამ სადღაც დაახლოებით ალბათ ერთ კვირაში ვერ სული ინფორმაცია გვექნება ამაზე და დღეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული ბოლო ხანებში კვლავ განახლდა მანგანუმის დიდი მანქანების გადაადგილება ქალაქ ჭიათურაში აკრძალულ ზონაში ამას ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოება ეთხოვდა პასუხს ჩვენ მოვიტანეთ ჩვენს მიერ ინიციირების წესით მიღებული ნორმატიული აქტი რომლის მიხედვითაც ამ მანქანებს ეკრძალებათ ქალაქის ტერიტორიაზე გადაადგილება გარდა ფორს-მაჟორული სიტუაციისა წინადადებით შევედით რომ ნორმატიულ აქტში მეხუთე მუხლში იქ სადაც საუბარია იმაზე რომ საკრებულოს თავმჯდომარეს ეხება და აქვს უფლება გამოსცეს და
ასე ვთქვათ, ფორს-მაჟორის სიტუაციის შემთხვევაში მისცეს მანქანებს გადაადგილების უფლება ახალ კოდექსში, თვითმმართველობის კოდექსში ანალოგიური უფლება და უფრო მეტი უფლებები მიენიჭა მუნიციპალიტეტის გამგებელს. იმისათვის რომ ამ კანონმა იმუშაოს და იმისათვის რომ ერთმა ადამიანმა არ გადაწყვიტოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში მანქანებმა უნდა იაროს თუ არა ამ ქალაქში მძიმე წონიერმა მანქანებმა და საფრთხე არ შეექმნას მოსახლეობას და გარდა ამისა მასაც არ ქონდეს ეს პასუხისმგებლობა აკიდებული ამისათვის შევიტანეთ მეხუთე მუხში ცვლილება წინადადების სახით რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღოს გამგებელმა მხოლოდ და მხოლოდ საკრებულოს თანხმობის შემდეგ. ამით ორი საქმე გაკეთდება, ერთი საქმე იქნება ის, რომ გამგებელი გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, მეორე თავარი საქმე იქნება გადაწყდება ქალაქის ინტერესები ახლად არჩეული საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებების შესაბამისად. საკრებულომ ყურადღებით მოისმინა ჩვენი წინადადება და დარწმუნებული ვართ, რომ მომავალ საკრებულოს ხდომაზე შესაბამის კომისიების გავლის შემდეგ აღნიშნული საკითხი დადებითად იქნება გადაწყვეტილი და ერთხელ და სამუდამოდ დაესმება ჭიათურაში თავაშებულ მოქმედებას და გადაადგილებას მანქანებისას წერტილი. ამის ვაკვირდები საკრებულოს ამოწევას ძალიან გაუჭირდა მუშაობის დაწყება და დღესაც კიდევ არის ნაშთები ისეთ შემოტანილი რომ სვავენ საკითხს რომელზეც არავის არ უმუშავნია ის ისევ არ გათუ არა და აქ წარმოეშვება იმ დონის პრობლემები რომელიც არის სამუშაო მდგომარეობაში განსახილველი. როცა საკითხი მოდის და იძახ ჯერფული მამაც მე ვიცი რას გავაკეთებ, ეგრე არ ვარგა. ალბათ ჩვეულებრივ ყველა საკითხზე უნდა იყოს რაღაცა პროგრამა, იმ პროგრამისთვის თანხა და მე ვიდა მანამდე კომისიებზე იყოს განხილული, ეს პროგრამა ასეთი ჯობია თუ სხვანაირი. უფრო მეტი ფული უნდა თუ ნაკლები. არა ისე რომ აპრიორი დგება საკითხი, მომეცი თქვა 20.000 და მე ვიცი რა ამისთვის მჭირდება, მაგრამ იქნებ ნაკლები ჭირდება, იქნებ მეტი პროგრამა ეს წინასწარ უნდა იდოს, მაგრამ ერთ სიტყვით სესიებზე თანათან ეტყობა რომ უფრო არის წინსვლა, მაგრამ ჯერ იქნამდე რომ სამუშაო ნორმალურ გარემო იყოს, ეს ჯერ კიდევ არ არის. დღევანდელი ჩვენი სხდომა რიგით იყო 22 თვითონ ნაყოფიერი იყო, თუმცა საკითხებიც არ იყო მაინდამაინც ისეთი რომ დებატებში და ცოტა ღრმა პოლიტიკა გამართული იყო, ძირითადად საკითხი შეეხებოდა ბიუჯეტის ცვლილებებს, ეს გამოიწვია წინა საახალწლო სამზადისმა. ცოტა პატარა დავაკამათი წავედა ნაბიჯის ზომის შესახებ ამას ხუმრობით ლაპარაკობ, რა თქმა უნდა, თანხა გამოყოფილი იქნება და ფიქრობ, რომ ქალაქი ღირსეულად შეხვდება ახალ წელს და დღევანდელ საკრებულოს ხდომაზე განხილული იყო ანუ ყველა ის პროცესები რა ჩვენ ქალაქში მიმდინარეობს, ამასთან ერთად იყო საკითხი განხილული წინა საახალწლო პერიოდთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანია და მე ვფიქრობ, რომ ელემენტარული ჩვენი დამოყარებობის ამბავია და არავალდებულება ის, რომ ახალ წელს ნორმალურად შევხვდეთ და ჩვენი ქალაქიც იყოს, რა თქმა უნდა, შესაბამისად მომზადებული იმისთვის, რომ ახალ წელს ღირსეულად შევხვდეთ. ყველაზე მტკივნეული რაც თემა ჩვენს ქალაქს აწუხებს და საერთოდ ეს არის თუ შეიძლება ითქვას დღემდე ამ ქალაქისთვის დიდი დამღაც ეს არის მანგანუმის თემა, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრ შრომობ და ძალიან ბევრ წვალობ 1000 კონსულტაციებს და შეხვედრებს მართავ იმისათვის, რომ ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ როგორმე დარეგულირდეს ის, რომ დაცული იყოს მოსახლეობის ინტერესები და ამავდროულად დაცული იყოს, რა თქმა უნდა, იმ კომპანიების ინტერესები, რომელიც ბიზნესის კუთხით მუშაობენ ჩვენს რაიონში. ჩვენ ვიცით, რომ 1 დეკემბრიდან შეწყდა ქალაქის ტერიტორიაზე, კერძოდ მემორიალიდან სტამბამდე ნედლი მადნით დატვირთული მანქანების მოძრაობა. ამას ყველანი მივესალმებით და ეს ძალიან კარგია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მძიმეწონიანი მანქანები კვლავ გადაადგილდებიან უკვე ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ საჩხრის გზატკეცილზე და ისინი კვლავ არღვევენ დადგენილებით მოთხოვნილ პირობებს. კერძოდ ამავე დადგენილებაში მითითებულია, რომ გადაადგილებისას მიუხედავად იმისა, თუ სად გადაადგილდება მძიმეწონიანი მანქანა, იქნება ეს ქალაქის ტერიტორია, სოფლების ტერიტორია, ისინი ვალდებული არიან დაიცვან პირობები, კერძოდ მათი მანქანები უნდა იყოს ჭირდად დახურული საფარით, ისინი უნდა იყოს გარეცხილი და დღეს მე კონკრეტულად დღეს საკრებულოს წევრებს ასევე ვანახე ფოტომასალა, სადაც დღეს პირადად მე შევეცვალე ესეთ ფაქტს, სადაც მძიმეწონიანი მანქანის გადაადგილების პირობები არის დარღვეული, წესები და პირობები არის დარღვეული, კერძოდ
კონკრეტულ მანქანას არ ქონდა მჭიროდ დახურული საფარი და ეგრეთ წოდებული ლურჯი ბრეზენტი ტენტი იყო ღია და ეს როგორც დროშა ისე ფლალებდა. ამიტომ ამ შემთხვევაში წარღვევენ მანგანუმის გადამზიდი კომპანიები საკრებულოს მიერ მიღებულ დადგენილებას და მეთხოვეს საკრებულოს წერილ შესაბამის ორგანოებს ეს სამართალდაცვები ორგანოები იქნება საპატრულო პოლიცია ზედამხედველობის სამსახური თუ სხვა მივაქციოთ ამ კონკრეტულ ფაქტს ამიტომ საჭირო დადგენილების ყველა მუხლის მოთხოვნებთან შესრულება და ქატერნის და მანქანების გადაადგილება მიხედვით თუ სად მოძრაობენ ქალაქში სოფლად გადააქმნეთ ლიმადანი თუ კონცენტრატი ეს მანქანები აუცილებლად უნდა იყოს ჭიდრად დახურული საფარით და გარეცხილ რათა არ მოხდეს ქუჩების დანაგვიანება